ქართული ოცნების კრიტიკა საკანონმდებლო ინიციატივების გამო ისევ გრძელდება, როგორც ცნობილია, ამერიკული ფარა ზუსტ თარგმანზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება და დაიწყება საჯარო მსჯელობა. ოპოზიცია ხელისუფლებას წყვილში ადანაშაულებს და გამჭვირვალობის კანონის მიღების პროცესსა და მმართველი გუნდის მაშინდელ განმარტებებს იხსენებს. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენითა და ინტერესებით მოქმედებენ. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის კანონი გაუქმდება. მანიშვილის რეჟიმის მსახურებმა ვერაფერს ვერ გაყიდეს რუსული კანონის 13 წლის მანძილზე, თუნდაც იმის თქმით, რომ ეს იყო ამერიკული კანონის ასლი და თუნდაც იმის თქმით, რომ ეს სჭირდებოდა იმ გამჭვირვალობისთვის, რომელიც ყველგან კარგად დაინახა, რომ ყალბი იყო, კარგად იციან, რომ რუსულ კანონებს არანაირი საერთო არც ამერიკულ და არც ბრიტანულ მოდელთან არა აქვს, თუმცა უფრო მაშინ, როდესაც ისინი არიან ძალა, რომელიც ამ ქვეყნის ნამდვილ სუვერენიტეტს სწორედ რუსული კანონით დაუპირისპირდა, რამაც დაასრულა შეერთებული კავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა, ისევე როგორც ევროკავშირის წევრობის ღია შესაძლებლობა, რომელიც ევროკავშირისგან ავიდა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფარას დამსახურებით ბევრჯერ გავიგეთ აქაური აგენტურის, აქაური კოლექტიური საზღვრების ლიდერების, მათ შორის კეზერაშვილის, სააკაშვილის მიერ გადარიცხული და მათი ოჯახის წევრების მიერ გადარიცხული მილიონები სხვა ლობისტურ კომპანიებში და ეს გამოაქვეყნა ფარამ. რისთვის? იმიტომ რომ სააკაშვილი გაეპარებინათ ხან ნაწილი ლევამედიდან, ხან დაებრალებინათ სხვა სააგენტოებში, უცხო სააგენტოებში საქართველოსთვის არგუმენტების გარეშე სანქციებისგან თავისარიდება და ასე შემდგომ. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ იყოს გამჭვირვალე ეს პროცესი და ვიმოქმედებთ ისე როგორც მოქმედებენ ამერიკაში. გადავწყვეტეთ რომ შემოვიღოთ ფარა ეს კანონი, ამერიკული კანონი, სიტყვასიტყვით ნათარგმნი, ამერიკული კანონის ასლი და როდესაც ჩვენ ახლა მithumetes ბოლო დროს ვაკვირდებით როგორ ვითარდება მოვლენები ყველაზე მსხვილ დონორებთან დაკავშირებით, რომელსაც უამრავ თაღლითობაში და არაკეთის ინდისიერებაში აფხელს თვითონ ამერიკაში მოქმედი ადმინისტრაცია. ეს ეხება USAID-ს, ეს ეხება NED-ს, ასე შემდეგ. შესაბამისად ჩვენ რა თქმა უნდა ვალდებული ვართ რომ უფრო დავიცვათ ჩვენი თავი, რაზე ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით საუბრობთ ამ დონორ ორგანიზაციებთან მიმართებაში ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია და ძალიან ხმამაღლა საუბრობს. მედიის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა მწვავე კრიტიკის თემაა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ქართული ოცნების მთავარი მიზანი მედიის შეზღუდვა. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ესაა ბრიტანული მოდელი და ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებზე საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. ქართული ოცნების თქმით, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს. ეთერში არცემენ ჟურნალისტებს და შემდგომ დაუჯერი არავინ არ ხდება, არჩება ამის გამო და ბრიტანეთში სიმართლის ის სტანდარტი არსებობს, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებშია, განსხვავებით საქართველოსთან, სადაც ავტორიტარიზმის ჩაცემენტებას აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი. ამიტომ სიმართლე მათთვის რომ საშიშია, ეს ამას მოწმობს ერთის ჟურნალისტების წინააღმდეგ დავაშებული ბრძოლა, მათივე შავა ნერვიანი პირებისგან და თავისუფლად ეს ცენზურის მცდელობები, რომელიც რუსული კანონი დაიწყო და ეხლა უკვე ახალი ინიციატივით კიდევ უფრო ყარდება. მედიაზე დამატებით რეგულაციების შემოღება ემსახურება მედიის მოხრჩობას, განადგურებას, კრიტიკული მედიის და ივანიშვილს უნდა რომ ამ ქვეყანაში დარჩეს მხოლოდ მის მიერ მართული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურება რუსულ რეჟიმს პროპაგანდით, სარედაქციო პოლიტიკით, დევნით, ტყუილებით და ადამიანებისთვის გონებაში ძალიან ძიმე პროპაგანდის შეტანით. სპეკულირების ველს არ ვუტოვებთ, ხო? ამ შემთხვევაში თუ ამბობენ რომ რაღაცა ზღუდავს, ესე იგი ისინი ადანაშაულებენ ბრიტანეთს, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი აკვანია, რომ ბრიტანეთში არის შეზღუდული სიტყვის თავისუფლება. ხო, ჩვენ ახაც დავუკვირდით ჩვენ მოქალაქეებს, ჯერ ეს არ არის დაინიცირებული, მსჯელობა მიმდინარეობს, მაგრამ კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდება, იქნება ზუსტად იმ მოდელის მსგავსი, რა მოდელიც მოქმედებს ბრიტანეთში და ამით ჩვენ უნდა გავაჯანსაღოთ მედია ველი
იმიტომ რომ ვრცელდება უამრავი fake news-ი, ზიზღის ენა, სიძულვილის ენა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მედია იყოს ობიექტური, ერთის მხრიდან მეორე რიგში მნიშვნელოვანია ისიც რომ რა თქმა უნდა ჟურნალისტიკური ეთიკის უფრო მაღალი სტანდარტი იყოს საქართველოში განერგილი. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ერთიანობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრისკენ მოუწოდებს. გიორგი ვაშაძის განმარტებით, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ პოლიტიკურ ერთიანობაშია, რომელიც რეჟიმს დაუპირისპირდება. მისივე თქმით, ახლა პარტიული ბრძოლისთვის დრო არ არის. გიორგი ვაშაძის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების ნაწილი იზიარებს, თუმცა გახარია საქართველოს გზის წევრები თვლიან, რომ ახლა ყველაზე მთავარი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქართულ ოცნებაზე ზეწოლის გაძლიერება. მართლ გუნდში კი ოპოზიციას კვლავ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად მოიხსენიებენ და განმარტავენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა გაერთიანდებიან თუ არა ისინი ერთი ნომრის ქვეშ, რადგან ამით მათი მხარდამჭერების რაოდენობა არ შეიცვლება. პოლიცია ძლიერი საქართველო დიდი ხნის განმავლობაში საუბრობს სტრატეგიის ერთობაზე და ერთიანობაზე, იმისთვის რომ ერთიანი სტრატეგია ჰქონდეს საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც აქვთ გააზრებული რუსული რეჟიმის ბოროტება ერთის მხრივ და მეორე ცვლილების აუცილებლობა. ამიტომ ჩვენ ამ ერთობაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. კონკრეტულად გიორგი ვაშაძე არასიმბოლურ ერთობაში რას გულისხმობს, ამ თქვენ ამე დავაზუსტოთ და შემდეგ შემეძლება რომ გიპასუხოთ. ახლა არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, როგორც მთავარი საყრდენის ზალის და სალომე ზურაბიშვილის, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის ერთიანობა. ერთიანობა ნიშნავს ერთიან შტაბს, 24/7-ზე ერთად მუშაობას, ეს ნიშნავს ერთიან სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას და რაც თავარია, ერთიანობა პოლიტპატიმრების განთავისუფლების და არჩევნების დღის დანიშვნისთვის და ერთიანი სია დანიშნულ არჩევნებში გამარჯვებისთვის. აი ეს არის ფორმულა, რომელსაც მე ვთავაზობ აბსოლუტურად ყველას. გაერთიანება თავისთავად მე არ ვფიქრობ, რომ გეგმა შეიძლება იყოს, ხო? ოპოზიციის გაერთიანება ვერ იქნება მიზანი. ხო, ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ მათ მართლა პრობლემა აქვს ერთმანეთთან საუბრიც, ჩვენ ხედავთ დაპირისპირებას, თუმცა მგონია, რომ ეს დაპირისპირებას ხელოვნური არის. მე არ ვთვლი, რომ ისინი ცალკე იქნებიან თუ ერთად იქნებიან, რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქნება, ისინი კოლექტიური ნაცმოძრაობა ისეც და ასეც. ამიტომ ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ოპოზიციის გეგმები არის ძალიან ბუნდოვანი, მათ ჰქონდათ ორი გეგმა, ხო? პირველი გეგმა იყო, რომელსაც ნუ ბატონ გახარიას ჰქონდა წამოსცენა, გახსოვთ, შემდეგ ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც იგივე წამოსცა, რომ პირველი გეგმა იყო, რომ რამენაერად უნდა მოეხდინათ ქვეყანაში რევოლუციის გზით ქართული ოცნების ჩანაცვლება და ამისთვის ვადა ჰქონდათ აღებული 20 იანვრამდე. ეს ჩაუვარდათ. მეორე, ასე ვთქვათ, ფაზა, რაც მათ დაარქვეს, არის ის, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია. და ამას, როდესაც პოლიტიკოსი ესე ღიად აცხადებს და დეკლარირებული პოზიცია მისი, ნუ პირდაპირ ღალატია, ხო? ეხლა როგორ უნდა ინატრო და როგორ უნდა იმუშაო იმაზე, რომ შენ საკუთარ სამშობლოში, თუმცა მათთვის ეს სამშობლო არ არის, მათთვის არის უბრალოდ ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობენ, ეცადო რომ გამოიწვიო ეკონომიკური კოლაფსი, რაღაცა ეკონომიკური იზოლაცია, მაგრამ აკაც რა თქმა უნდა არაფერი არ გამოუვათ. აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესები გრძელდება. რუსთაველის გამზირს და სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ გურამ ხუტაიშვილსა და დანიელ მუმლაძეს სასამართლოს სხდომაზე მხარეება საპროცესო შეთანხმებაზე იმსჯელეს, თუმცა სხდომა 7 მარტამდე გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობით ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა. ხუტიაშვილსა და მუმლაძეს ბრალად ედება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც 12,000 ლარზე მეტი ზარალი გამოიწვია. ინტერესების დამცველების ცნობით, ბრალდებულები მზად არიან აანაზღაურონ ზარალი. წარდგენილი ბრალის 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მთელი გარემოებები არსებობს, რის გამოც არ უნდა არსებობდეს წესი წინააღმდეგობრივი პოზიცია პროკურატურის მხრიდან, მათ შორის ჩვენი მზაობა ზიანის დაფარვასთან დაკავშირებით და სხვა საპროცესო კომისიებში ჩვენი მონაწილეობის ინტენსივობაც. ამ ეტაპზე სასამართლოს სხდომა გადაიდო პროკურატურისგან პასუხის, ესე ვთქვათ, შეჯერების და ჩამოყალიბების მიზნით. 12,100 ლარია ჯამურად პროკურატურის მიერ კალკულირებული ზიანი, ჩვენ გვაქვს მზაობა უკვე დაფიქსირებული, რომ მზადა ვართ დავფაროთ აღნიშნული ზიანი. კონკრეტული სასჯელი
დაკონკრეტებული არ აქვთ განცხადებაში, ითხოვენ მხოლოდ იმას, რომ ბრალდებულებს განესაზღვროს მსუბუქის სასჯელი. მოდით დავადასტურებ, რომ ერთი ბრალდებულის ადვოკატს აქვს წერილობით მომართული, მეორე ბრალდებულის ადვოკატმა მხოლოდ სასამართლო პროცესზე გააჟღერა, რომ სურს საპროცესო შეთანხმების მიღება. რა თქმა უნდა, მის სიზეპირი განცხადების განხილვაც სამ შემთხვევაში მოხდება ერთიანად, ვინაიდან ბრალდება იდენტურია ორივე ბრალდებულთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმებაზე იღებს პროკურორი და წერილობით დოკუმენტს ზემო პროკურორი ეთანხმება. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სულ მასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში ძრავზე ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ავარიულად ეშვება, რის შემდეგაც აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო ოპერატიული ცენტრი. სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციებისა და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა. ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარდა სიმულაციური სრულმასშტაბიანი სწავლება, რომელიც იყო ორ ეტაპად გაყოფილი. პირველ ეტაპზე სახაერო ხომალდმა გადმოსცა ავარიული დაჯდომა, რაზეც მოხდა ჩვენი მხრიდან რეაგირება და სახაერო ხომალდზე მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ბაქანზე არსებულ სახაერო ხომალდში ასაფეთქებელი მოწყობილების გაუნებელყოფა. მსგავსი სწავლებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტარდება პერიოდულად. ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას გეგმავს. ამისათვის უკვე შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-12 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გორილების აზრი მოისმინა, მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქუჩაში გამოიკითხა. გორ არ უნდა გასამართლდეს. რას კი არ უნდა გასამართლდეს, მართლა უნდა გასამართლდნენ სულ ყველანი, იმიტომ რომ რა საკეთებდნენ? კი, საქართველოს რაღაცა ჭაობიდან ამოსციეს, მაგ სიკეთეც არ უნდა დაუკარგო ადამიანმა, მაგრამ რა გააკეთეს ბოლოს, სულ ყველანი ყვარყვარეს ციხედ გადააქციეს ეს ციხეები და კიდე კარგი ეს მთავრობა მოვიდა, თორე რას გააკეთებდნენ ეგენი, სულ ყველანი ციხეში, რის გულისთვისაც აუცილებლად უნდა გასამართლდეს. მაგათ რატო? იმიტომ რომ მოახდინეს ომი, დაგვაკარგინეს 150 სოფელი, 2 სახლი, უпростоა 3 პირადად მე გამინადგურეს და მთელი ქონება მასთან ერთად. რათა და მაგათი დანაშაულის გამო. რა დანაშაული მეუძღვეს ნაციონალურ მეტი რაღა გითხრათ. ომი მოახდინეს და მეტი ახლა მეც ვერ გეტყვი. იმით რო გავიდა, რომ უკვე რაზე უნდა გაასამართლო. გასამართლებელი ყოფილიყვნენ თავის დროზე, როცა საჭირო იყო, მაშინ გაასამართლო. ეხლა გასამართლებლები მაგათთან ერთად ესეც არიან. რაღაცრი. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას ვინც ღალატობს შეგნებულად თუ შეგვინებლად, რა თქმა უნდა, ალბათ ეს უნდა გაითვალისწინოს აღმასრულებელმა სასამართლოს მხრიდან და ალბათ უნდა გასამართლეს. სამართალი ზოგადად სიტყვა ნიშნავს, რომ სამართალი, თუმცა სამართალი ერთი მხრიდან სხვანაირად ჩანს, მეორე მხრიდან ჯოხს ორი მხარე აქვს. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანის გამყიდველი დავით გარეჯის უდაბნოზე არის ინტერვიუები ამოიღეთ სააკაშვილისა, როდესაც პირდაპირ ამბობს, რომ დავით გარეჯის საკითხი გადაწყვიტა ილჰამ ალიევთან და გადასცა სტრატეგიული სიმაღლეები. რატომაც ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. იგივე თუნდაც ოქროს გატანაზე, თუმცა შევარდნაძესაც არ გაუტანია ნაკლები და მარტო ნაციონალური მოძრაობას მიუძღვის. შეფცეს რომ მიუძღვის? არა, შევხედე წასული საქმე, რა დროს გასამართლება. ხვალინდელს მივხედოთ, ხვალინდელს. სულ ყველა უნდა გასამართლდეს, ვისაც დანაშაული მიუძღვის ემ ქვეყნის წინაშე. არა მარტო ნაციონალური, იმის წინაც ვინც იყვნენ და თუ დღესაც არიან და დანაშაული, ვისაც მიუძღვის, აბსოლუტურად სულ ყველა უნდა აგოს პასუხი სასჯელის წინაშე. მხოლოდ სასჯელის, არაპირადული, მხოლოდ ქვეყნისა და კანონის წინაშე. რა სასამართლო, რაღა დროს სასამართლოა. თავიდან გაესამართლებინა თუ მართლა რაღაცა იყო. ახლა 12 წლის შემდეგ
რასაც ჩემი თვალითა და ჩემი შევესწარი, სხვაფსაც რო არ უყურე ყური. მარტო იმითი არის გასასამართლებელი. შეიძლება მკაცრი კანონი შვილო, არც ერთი მხრიდანა. მეზობელი რომ მეზობელი ყავს, თუ იმასაც კეთილაცა და კარგად არ მოეკეცი არა, იქიდან მე ქვას რო გაისვრი, ქვა მოხდება, ვარა იქნება კაცო. უღმერთობა არსად არ ვარგა შვილო. ეხლა ბიძინამ რო დათმობაზე წავიდეს, ვაიმე როგორ ბედნიერი იქნება გიორგი სააკაძე და ის დაავიწყდება დავით აღმაშენებელი ხალხს და ისე გააღმერთებენ მაგას. მე საერთოდ არავის გასამართლების მომხრე არა ვარ, არც ნაციონალების და ოცნების არ. მე უბრალოდ შეიძლება ვისურ ერთი რამ ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობა შეიქმნას კაცო. რა მნიშვნელობა აქვს ნაციონალები იქნებიან თუ კოცები თუ მაცები არ აქვს მნიშვნელობა. თავი არის ქვეყანა მოწესრიგდეს, გაიმართოს წელში. დრო უკვე მოხდა. ცუდი ამბები რაც იყო მოხდა. გავიარეთ ისა, აღარ გვინდა. წინ გავიხედოთ. შიდა ქართლში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი განახლდა და სრულად აღიჭურვა ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები. ადგილზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან. მინისტრის მოადგილე ირინა წაქაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მხარდაჭერაა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა დაზრალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე 7 კრიზისული ცენტრი და 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს. დამატებით იგეგმება კიდევ ერთი თავშესაფრის მოწყობა. თავშესაფარი არის დაწესებულება, რომელიც თავაზობს ტრაფიკინგის და ძალადობის მსხვერპლს 24 საათიან მომსახურებას. ამაში იგულისხმება საცხოვრებელი, ფსიქოლოგიური დახმარება, საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარება, სამედიცინო დახმარებაში ხელშეწყობა და ასევე ზრუნვა ადამიანის პირადი უნარების განვითარებასა და მის შემდგომ დასაქმებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ იმისთვის, რომ მსხვერპლმა ისარგებლოს ჩვენი მხარდამჭერი მომსახურებებით, აღარ არის აუცილებელი მსხვერპლის სტატუსის არსებობა. გორში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა, გარემონტა, საცხოვრებელი გარემო პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით, ეს განახლებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის ძალადობა გამოვლილ ადამიანებს, რათა მათ სახლთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მიიღონ ყველა შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ამბობენ, რომ სოფელ ფლავსა და ვარიაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო შავშობსა და ზერჩში სამშენებლო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ტირტნისა და შინკის აქ უკვე არსებულ საბავშვო ბაღებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. 6 მათგანი ოფიციალურად მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გაიხსნება. მანამდე კი შიდა ინტერიერის მოსაწყობად ტენდერს გამოაცხადებენ. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს დღესდღეობით 65 სკოლამდელი ახალი საჯარო დაწესებულება. აქედან დღესდღეობით 6-ში მიმდინარეობს მშენებლობა რეაბილიტაცია. ამ 6-დან 2-ში ახალი ბაღი შენდება, კლავი და ვარიანი, 2 სოფელში შავშევში და ზერჩიც ახალი შენდება, მაგრამ მიმდინარეობს მშენებლობა ფლავში, უბრალოდ ფლავში და ვარიანში დამთავრდა, უკვე მშენებლობა დამთავრებულია, შენობები მთლიანად შავშევში და ზერჩი მიმდინარეობს მშენებლობა. შენობები იყო სარეაბილიტაციო ამ 4 სოფელში, ანუ ზერჩში, ფლავში, ვარიანში და შავშევში, ანუ ესეთი მდგომარეობა იყო, რომ ჯობდა ახალი ბაღი აშენებულიყო, იყო რეაბილიტაცია სარექვემდებარებოდა. ხოლო ტირზნიში და შინდიში რეაბილიტაციას ექვემდებარება და მიმდინარეობს შენობების რეაბილიტაცია. სადაც დამთავრდა მშენებლობა უკვე ფლავში და ვარიანში. აქ რაღაცა მცირე ნაწილია და წყალმომარაგების პრობლემა გვაქვს და ესეც უნდა დამთავრდეს. და სავარაუდოდ იქაც წყალმომარაგების პრობლემა სექტემბრამდე დამთავრდება, ამავდროულად დამთავრდება შავშევშიც და ზერჩიც მშენებლობა და ერთიანად გაიხსნება. ახალი სასწავლებელი ინვენტარიც ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი და ახალი ინვენტარი უნდა შევინოთ, ანუ რა თქმა უნდა ახალ ბაღებში ახალი ინვენტარი ავეჯი იქნება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურისა და სპორტის მიმართულებით არსებულ პროგრამებზე დაფინანსება გაზარდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აცხადებს, აღნიშნულ მიმართულებებზე წელს 700,000 ლარამდე დაიხარჯება. უფრო კონკრეტულად კი რას მოიცავს კულტურული და სპორტული ღონისძიებები, TV მონიტორინგთან ზვიად გოგუაძე მისაუბრა. მუნიციპალიტეტი კულტურის მიმართულებით და სპორტის მიმართულებით ოპერირებს ძირითადად სამ პროგრამაში. ეს არის კულტურული ღონისძიებების პროგრამა, ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამა და სპორტული ღონისძიებების პროგრამა. ჯამურად მიმდინარე წელს ამ პროგრამების დაფინანსება მერიამ გაზარდა პრიორიტეტებიდან გამომდინარე და გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 60-70,000 ლარით მეტია და შეადგენს 700,000 ლარამდე. კულტურული ღონისძიებები ბუნებრივია მოიცავს კულტურის დარგში მიმდინარე ღონისძიებებს, შინაარსობრივი, როგორც შინაარსობრივი, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და გაცილებით მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი არის ის დაგეგმილი სიახლეები, რაც კულტურის დარგში მიმდინარე წელს ან წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტს ექნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი რაც საზოგადოების მაღალი ინტერესი წავს, ეს არის საქალაქო კულტურის სახლი, რომელიც წლების განმავლობაში იყო საკმაოდ ცუდ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაში. ეს რეაბილიტაცია ხორციელდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ფაქტობრივად დასრულებულია უკვე. და მიმდინარეობს საოფისე ავეჯის და მათ შორის ტექნიკის შესყიდვა და ამ პროცესის დასრულებისთანავე ეს მოიცავს ერთგვარ სატენდერო პროცედურებს, გაიხსნება კულტურის სახლი და ასევე აღსანიშნავია, რომ ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრი ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე შეეძინება, ვინაიდან ეს ორგანიზაციაც გადავა საქალაქო კულტურის სახლში და ერთგვარი მულტიფუნქციური დატვირთვა იქნება. ასევე სიახლე იქნება ის, რომ მიმდინარეობს სამუშაოები სურამში, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყოფილი კინოშენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც განთავსდება როგორც მუსიკალური სკოლა, ასევე სურამის ბიბლიოთეკა და ეს მისცემს სურამელ მოსახლეობას შესაძლებლობას, რომ ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომ ისარგებლონ თავისუფლად ამ შესაბამისი შენობით და 2025 წლის ბოლოს ეს რეაბილიტაცია დასრულდება და შესაძლებელი იქნება ამ შენობის გამოყენება. ასევე დასასრულს მიუახლოვდა, დასრულდა და მიმდინარეობს ქონების გადაცემის პროცედურები სურამის ლესია უკრაინკას მუზეუმთან დაკავშირებით, ასევე პარალელ რეჟიმში მიმდინარეობს საოფისე ავეჯის და ტექნიკის შესყიდვა ამ მუზეუმშიც და ეს ინსტიტუციაც ძალიან მალე შეიძლება რომ მიიღოს მნახველები, როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოს და ისე საერთაშორისო თვალსაზრისით, მათ შორის ვინც დაინტერესებულია ამ ადამიანის გულისხმობ ლესია უკრაინკას ცხოვრებით და მოღვაწეობით. აღსანიშნავია ის, რომ ხაშურის თოჯინების თეატრის და მიმდინარე სკვერის საპროექტო სამუშაოები არის დასრულებული, პროექტი არსებობს და მიმდინარეობს ერთგვარი თანხის მოძიება იმისთვის, რომ განხორციელდეს, საკმაოდ კარგი პროექტია და მიმართულია, რა თქმა უნდა, ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ეს რეაბილიტაციაც. გორის საკალათბურთო გუნდმა იბერიონი სუპერლიგის მორიგი ტურის საშინაო მატჩში წარმატება მოიპოვა. იბერიონმა ორბი დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით დაამარცხა და სუპერლიგაში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო მატჩს იბერიონი 28 თებერვალს ზესტაფონში მარგვეთთან გამართავს. პირველ რიგში მივუღოთ ჩვენ გუნდს გორის გულშემატკივარს ამ გამარჯვებას დაძაბული თამაში გამოვიდა და არ აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილზე არის სუპერლიგაში გუნდი, ძალიან პატარა სხვაობა არის ადგილების და მოგებების კუთხით და ამიტომ ყველა გუნდთან რთული არის თამაში. ყველა იბრძვის ან პლეი-ოფში მოსახვედრად, ან ლიგაში დასარჩენად, ან ზედა ადგილებისთვის და მოედნის უპირატესობისთვის, ამიტომ მარტივი თამაში სუპერლიგაში არ არსებობს. ველოდით რომ ორბი ძალიან კარგად და ბოლომდე დაიხარჯებოდა, ამიტომ მზად ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეები ტრამირებულები ყავს, ამას არ აქვს არანაირი გამართლება, რომ მოვიმიზეზოთ ან ჩვენი ცუდი თამაში, ან კარგი თამაში იმის გამო, რომ მოთამაშეები არ ყავს. ამისთვის არის ეს გუნდი შეკრებილი, რომ გვაქვს ხმა როტაცია და ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია შეავსოს ეს დანაკლისი, რაც გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენი გუნდისთვის. მოთამაშეები მოტივირებული ორგის გუნდს, რომელმაც თავიდანვე კარგად დაიწყო თამაში. გუნდში ტრამვის გამო პრობლემები ჰქონდა, გვაქვს რამდენიმე ძირითადი მოთამაშე, მაგრამ მოედანზე ვინც გამოვიდა ჩვენი გუნდიდან ყველაფერი გააკეთა, რომ თამაში გამარჯვებისთვის მიგვეღწია. დიდი მადლობა მინდა მოუხადო
გაფორმებლებს, რომელიც თემის თამაში ამხნევებდნენ და ენერგიას ვაძლევდნენ ამ თამაშის მოსაგებად. ასევე მინდა მოვიხადო მადლობა ყველა ჩემპიონატს სამწუხარო სტავს და გუნდის ხელმძღვანელობას მოგცავ გემანდო გამარჯვებას. ბაკურიანში სპორტსმენები დღეს გიგანტურ სლალომში ასპარეზობდნენ. სპეციალურად ოლიმპიური ფესტივალისთვის შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა. მოეწყო სხვადასხვა მოედნები და ტრასები. 16 თებერვლის ჩათვლის ასპარეზობა გაიმართება 8 დისციპლინაში. ესენია სამთო თხილამურები, ფრისტაილი, სნოუბორდი, ბიათლონი, თხილამურებით რბოლა, ციგურებით სრიალი, ფიგურული სრიალი და ყინულის ჰოკეი. კარგად ვერ ვიასპარეზეთ. იყო რაღაც შეცდომები, რასაც მომავალში ვეცდებით გამოვასწოროთ. ხვალ ტარდება სლალომში და ვეცდებით რომ კარგად ვიასპარეზოთ. ის შედეგი ვერ დავდით რაც გვინდოდა, მაგრამ საერთო ჯამში მაყოფილები ვართ მათი პირველი გამოცდილებით. პირველი დღე მაინც სტრესული არის მათთვის, შემდეგ გვაქვს უკვე სლალომში შეჯიბრი და სლალომში კიდევ უფრო დიდი ემედებით ვართ. ჩვენი 4 სპორტსმენი გამოვიდა, 4-ვე დაეშვა კარგად, მივიდნენ ფინიშამდე ისე რომ სერიოზული შესწორმა არ ქონიათ, ბევრისგან განსხვავებით სხვათა შორის, რამდენიმე ფავორიტმა ვერ დაამთავრა ტრასა და ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე სტარტის შემდეგ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს და ჩვენებმა წინ წაიწიონ. რთულია ოლიმპიადაზე თავიდანვე საპრიზო ადგილზე მოხვედრა, მაგრამ ჩვენ ეს ახალგაზრდები, რომლებმაც ამ ოლიმპიადაზე იასპარეზეს, იმას გვაძლევს, რომ მომავალში არაერთი შეჯიბრში ასახელებენ საქართველოს და მოუტანენ იმ დიდებას, რომელიც ქართულ სპორტს ზოგადად ახასიათებს. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში ოფიციალურად გუშინ საღამოს გაიხსნა. წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული ელემენტებით დატვირთული სანახაობა, ოლიმპიური ცეცხლის შემოტანა და სპორტსმენების აღლუმი, ხორუმი. შეიქმნა 30 წუთიანი მუსიკალური კომპოზიცია. დღეს ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ დადასტურებს, რომ ჩვენ ყველას 45 ევროპულ ქვეყანას გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი, ვიცხოვრო ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში. საქართველოს შეასრულო დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისთვის მიმზიდველმა ქვეყანა. ფესტივალი, რომელშიც 45 ქვეყნის 1000-მდე ათლეტი და 700-ზე მეტი ოფიციალური პირი მონაწილეობს, ამის ნათელი დასტურია. ამით ჩვენ შევუერთდით ევროპული ქვეყნების შვიდეულს, რომლებშიც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალში უმასპინძლებენ. ფესტივალისგან, რაც შეიძლება მეტი მემკვიდრეობის დატოვება ქვეყნისთვის, ეს არის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხედვა, რაც სრულ თანხმედრაშია ჩვენს ხედვასთან. სწორედ ამიტომ ფესტივალი 3 ადგილას ბაკურიანში, ბათუმსა და თბილისში იმართება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბათუმი და თბილისი პირველად მასპინძლებენ ასეთ დიდ შეჯიბრებას და ამით ახლებურად წარმოჩენენ თავს მსოფლიოს თვალში. ამასთან ეს არ არის ერთადერთი ღონისძიება, რომელიც ამ ზამთრის პერიოდში საქართველოში ტარდება. ამ თვეში ასევე დაგმილია მსოფლიო დონის რამდენიმე ტურნირი ჩვენ სხვა კურორტებზეც, გუდაურსა და მესტიაში. მადლობას ვუხდი ყველა მონაწილე ქვეყანას, დელეგატს, მისიების ხელმძღვანელებს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მათთვის საუკეთესო პირობები შეგვიქმნათ სპორტული ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, კომფორტული სასტუმროებით დამთავრებული. უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფად მთავრობამ ეტაპობრივად ასეულობით მილიონი ლარი გამოყოფ. ეს ინვესტიცია გაწვილია გრძელვადიან მიზნებზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ახალგაზრდობაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში და ზამთრის სპორტული კურორტების და კულტურის პოპულარიზაციაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ახალი ყინულის მოედანი, ბიატლონის სტადიონი, რომელიც ასევე აღჭურვილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სასროლეთი სისტემით და ბაკურიანი 2025 ინოვაციურიცაა. პირველად ფესტივალის ისტორიაში გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი. ამასთან იგი გარემოს დაცვით მაგალითსაც აჩვენებს. ოქროს ტყეში ყველა ოქროს მედალოსნის სახელზე
ხეები დაერგება. დარწმუნებული ვარ, ფესტივალი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდ სახელს მოუტანს და მომავალ თაობებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნეს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა, თითოეულ სპორტსმენს, წარმატებებს, გულშემატკივრებს კი დაუვიწყარ სპორტულ სანახაობას გულისხმობ. დიდი მადლობა.